მოგესალმებით, როგორ ხართ? საჯარო გაშლა. თემით, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? ჩემი აზრი იცით? თუ ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, პაშოლონ. მაგრამ იქნებ რომელიმე თქვენგანს გაინტერესებდეთ ეს ამბავი, ხო? რატო არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე? ხანდახან არის გარკვეული მიზეზები, ხო? რატომ შეიძლება ადამიანი არ გამოდიოდეს კონტაქტზე? თუ ეს მიზეზები მანიპულაციური სათამაშებია, ან შესაძლებელია საქმე უფრო მარტივად იყოს, ადამიანს არ უნდოდეს კონტაქტზე გამოსვლა, ან გამოდიოდეს მაშინ, როდესაც თავის რაღაცა ინტერესებს სხვასთან იქმაყოფილებს და ამთავრებს და მერე თქვენთან მოვა ისევ. ხო, ალბათ ხვდებით, რომ ეს ისეთი მაინც სასიამოვნო მომენტი არ არის, როდესაც ადამიანი გრძნობ, რომ რაღაც დამატებითი საბურავის როლს ასრულებს ვიღაცის ცხოვრებაში. ხო, მაგრამ მაინც ვნახოთ რა ხდება. ხედავთ რა კრიტიკულად შემოვედი. საჯარო გაშლა არ დამიწყია ჯერ. ეს იცით როგორი საჯარო გაშლა, ცოტა სურვილს იქით რომ ვაკეთებ, ხო? თქვენი სურვილი რომ დიდია და ამიტომ რომ ვაკეთებ, თორემ ესეთ საჯარო გაშლები დიდი ხანი აღარ მაქვს ხოლმე ჩემი სურვილით გაკეთებული YouTube არხზე. ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. რატომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე და ვარიანტი 3. ოკეი, 3 ვარიანტად ვიყოთ. აგერ რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? პირველი ვარიანტი გვექნება ამონიტი, მეორე ვარიანტი გვექნება მთისბროლი და მესამე ვარიანტი გვექნება ლაბრადორიტი. დახუჭეთ თვალები, დაინახეთ თქვენს მიერ სასურველი ადამიანის წაკითხვის, ესე იგი სურვილი, ვინ გინდათ რომ წაიკითხოთ და ვის მიზეზს ეძებთ კონტაქტზე არ გამოსვლისას. დახუჭეთ თვალები, დაინახეთ ეს ადამიანი და როდესაც გაახელთ თვალებს, კონკრეტული ვარიანტი აუცილებლად მიგიზიდავთ. სხვათა შორის არ ვიცი მეგობრებო, ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ ესეთი ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა. დრაკულა 2025 Love Tale. The Tale of Love Percent. ან Love Tale ზუსტად არ მახსოვს როგორ არის, მაგრამ 2025 წლის ნამუშევარია. ზოგადად დრაკულას ყველა მსახიობის განსახიერება მაქვს ნანახი, რაც კი ყოფილა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო არის 2025 წლის ვერსია, ხო, და რაზე გამეცინა, იცით, და რატო გითხარით, რომ უყურეთ თქო ამ საჯარო გაშლას, რატო დაუკავშირე, იცით? გრაფ დრაკულა 400 წელი ელოდებოდა თავის საყვარელ ადამიანს და ამ ფილმის ყურების მერე გიჩნდება კითხვა, რომ იცი რა, ეხლა მე იმ რეალობაში უნდა დავბრუნდე, სადაც კაცი რო გეტყვის, ხო, იმიტომ არ მოგწერე, რომ შენ არ მომწერე თუ რაღაცა, ხო, ან ისე რა ქვია. იმიტომ არ მოგწერე, რომ დრო არ მქონდა და ამ დროს ფილმს უყურებ და 400 წელი ელოდა გრაფი თავის შეყვარებულის სიყვარულის, ერთადერთი სიყვარულის რეინკარნაციას და ერთგულებით ელოდა 400 წელი, ხო? და ამ დროს ვიღაცა რო ჭიჭინებს იქ დრო არ მქონდა კომუნიკაციაზე გამოსვლისა, ხო? აი ესეთ რეალობაში რო ბრუნდები, მე ცოტა სევდიანია. ძალიან კარგი, მეგობრებო, იმედია, ყველა მაირჩია, ხო, თავისი ვარიანტი. ყველა მაირჩია, იმედია, თავისი ვარიანტი, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ოკეი, ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ ვფიქრობ, სახალისოც, საინტერესოც და ვნახოთ, რატო არ გამოდის პირველი ვარიანტი კონტაქტზე. ხმლების ტურსი. რატო არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე? იმიტომ რომ რაღაც თავში ადამიანს რაღაცა ბევრნაირი აზრები, სხვადასხვა აზრები აქვს, მისი თავი, მისი გონება ახლა დაკავებულია გარკვეული სიტუაციების გადალაგებით, პრობლემების გადაჭრით, გადაწყვეტილებით. რა პრობლემას ჭრის, რა საკეთებს? თასების მეფე. რა პრობლემას ჭრის და საკუთარ თავში, ესე იგი,
ეძებს რაღაცა გამოსავალს, თვითონ მოვიდა გაშლაში, თვითონ მოვიდა ესეთ რაღაც ემოციურად ცოტა არასტაბილურ მდგომარეობაში, ანუ ადამიანი, რომელიც ეძებს გამოსავალს კონკრეტულ სირთულეში, ან თავში უტრიალებს ძალიან ბევრი აზრი, თუ როგორ გამოვიდეს გარკვეული რთული მდგომარეობიდან. კარგი, რას ეხება ეს რთული მდგომარეობა? კიდევ ერთი არკანით მაჩვენე, პირველი ვარიანტი. სამიანების ხმლები. ადამიანს გული აქვს ნატკენი, ადამიანი იმედგაცრუებულია. ადამიანის რეალობაში რაღაცები ისე არ წავიდა, როგორც მას უნდოდა, ხო? რაღაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც ძალიან ისე ინდივიდუალური ეს ინფორმაცია, ხო? მაგრამ ესეც შესაძლებელია ოპერაცია, რაღაცა ესეთი რთული პერიოდი, ფსიქოემოციონალური გადაღლილობა. მაგრამ ეს არ ამართლებს, ხო? ეს არ ამართლებს. ნარკოზიდან რო გამოსულიყო, ეგრევე უნდა მოეწერა. ხო? კარგით. კარგი, გასაგებია. რატო კიდევ მინდა რომ კითხვები დავსვა. ვინც შენ აქ ჩაგიფიქრე? უბრალოდ ვინც აქ ჩაიფიქრეთ? ვინც აქ ჩაიფიქრეთ? ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? ვინც აქ ჩაიფიქრეთ? პენტაკლების რაინდი და არკანი მთვარე. და არკანი ეშმაკი. მეგობრებო, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის და პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანს თავისი ტარაკნები ყავს თავში, თეთრი ტარაკნები, თან თეთრ ხალათში გახვეული. ხო? ზოგადად ადამიანი ძალიან სპეციფიურად აღიქვამს ქალის როლს მის ცხოვრებაში. ეს თქვენც გეხებათ და იმას, ვინც თქვენამდე მაგალითად ყოფილა მის ცხოვრებაში, ხო? მე აქ მაჩვენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ან მაინც და მაინც ჯანმრთელი და ჯანსაღი ფსიქიკის არ იყოს, პირდაპირ გეუბნებით, ხო, თავისი თეთრი ტარაკნები ყავს, თქო, თეთრ ხალათში. ხელებს შეკრული თქოს, ყველა და არ მithქვამს, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ადამიანს ქონდეს არაჯანსაღი მიდრეკილებები, განსხვავებული სექსუალური, თქვათ, გარკვეული ფანტაზიები, ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, მიხვდით ხო, მაგრამ ფაქტია, რომ არაჯანსაღია, ცოტა არ იყოს მისი დამოკიდებულება ზოგადად ქალების მიმართ და ცოტა არ იყოს რაღაცა ფსიქოპატის გამოხატული თუ ნაკლებ გამოხატული, მაგრამ რაღაცა ენერგიები დამიტოვა ადამიანმა, ხო? ვინ ხართ ამ ადამიანის? ნახეთ, ამ ადამიანს შეუძლია ამოიკვიატოს რაღაც, მიიღოს მისაღები, ან ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც მას უნდოდა, ან ვერ დააკმაყოფილეთ რაღაცა კრიტერიუმებში და მერე უცებ აქეთ ძალიან ესე იგი 24 შვიდზე როგორც თავი გადაგაჭამოთ და მერე უცებ გაქრეს, ხო? ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის მატარებელი ადამიანი ჩაიფიქრეთ აქ და რატომ არ გამოდის კონტაქტზე? იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ყველას არ ეხება იყოს გარკვეული მიდრეკილებები, მოსაწევი, ოტინგი, არაჯანსაღი, არატრადიციული, არაორდინალური, უფრო ვიტყოდი, რაღაცა ფანტაზიები, გაფრენები, ფხვნილები და ასე შემდეგ, ხო, იმიტომ რომ ადამიანი და ჯანსაღი ესეთი სტანდარტულიც არა, ჯანსაღი, ადეკვატური ენერგიები და ეს ადამიანი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. ამიტომ რატომ არ გამოდის კონტაქტზე? პასუხი ვერ მივიღე. რაღაცა არ უნდა, რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? გაბრაზებულია თქვენზე და იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე. რაღაცაში აწყენინეთ ადამიანს და არ გამოდის კონტაქტზე, ხო? ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ такой мстительный человек, ძალიან შურის მაძიებელი ტიპია, მიხვდით, ხო? შურის მაძიებელა კაცია ძალიან და რა ვიცი, არც გირჩევდით რომ თქვენ მისწეროთ, იმიტომ რომ შეიძლება არასასიამოვნო რაღაცები მოისმინოთ თქვენ შესახებ და დიდად არ გესიამოვნოთ, ამიტომ აცალეთ ადამიანს რომ თვითონ მოიხარშოს თავის წვენში და მერე თვითონ გადაწყვიტოს, ესე იგი თქვენთან მიმართებაში რა უნდა და რა არ უნდა, ხო? გავიგეთ ხო პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით.
ველოდები თქვენს კომენტარებს, ლაიკი, დისლაიკი, იცით რომ ორივე ჩემთვის საინტერესოა. მეორე ვარიანტი მთის როლი, რატო არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე. პენტაკლების მეფე. ადამიანი ახლა რაღაცა თავის კომფორტის ზონაშია, თავის სამყაროშია, თავის რეალობაშია, თავის რაღაცა იცით როგორი მასშია, რაღაცა შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ხან სჭამა ცხელ-ცხელი ბორში, არ ვიცი რატო წავიდა ესეთი ინფორმაცია, ესეთი კაი, ესეთი მსუყე ვახშა მიქონდა და დაჯდა ან ტელევიზორის წინ, ან რა ვიცი, ფეხბურთს ჩაუჯდა, აი ნახეთ ადამიანი რატომ არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ არ უნდა, იმიტომ რომ თავის რაღაცა კომფორტის ზონაშია ადამიანი, მიხვდით ხო? ეს ძალიან შეიძლება ადამიანი არ იყოს თავისუფალი. ეს გავს იცით როგორ იმას, როდესაც ადამიანს ძალიან კარგად აქვს გათვლილი რა დროს უნდა გამოვიდეს კონტაქტზე და რა დროს არ უნდა გამოვიდეს კონტაქტზე, ხო? მაგალითად ადამიანს თუ ცალკე სხვა ოჯახი ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა ისეთი განრიგით რომ გამოდის კონტაქტზე. არ გამოვრეცხავ ამას. თუ ეს ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში გეტყვით რომ ადამიანი ხარ რაღაც თავის კომფორტის ზონაშია, კარგად გრძნობს თავს და რაღაცა თითქოს საჭიროება არ აქვს, მაგრამ მოდი კიდევ ნახოთ. აი ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ რა, თითქოს ადამიანს არ აქვს კონტაქტზე გამოსვლის საჭიროება. რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? ადამიანი იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე, რომ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გადაიარა, შესაძლოა კონფლიქტი ქონდა ვიღაცასთან, ან მამაკაცთან, ან შესაძლებელია თანამშრომელთან, არ გამოურიცხავ ძმასთან, ბიძაშვილთან, მამიდაშვილთან. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს შესაძლებელი ვინმე რაღაცა სამსახურეობრივად რაღაცა მოატყუა, უღალატა, მოკლედ ეს ნერვებად ძალიან ძვირი დაუჯდა, შემიძლია გითხრათ. კიდე მეორე ვარიანტი არის ის, რომ არის უზარმაზარი სიბრაზე. მაგრამ ნახეთ, ორი ამბავია. ვიღაცა ადამიანის მიმართაც არის გაბრაზებული, რომ რაღაცა პირობა არ შეასრულა, რაღაცა გააფუჭა, ხო? მაგრამ ასევე გაბრაზებულია თქვენზეც. აქ ორი არკანი ამოვიდა, თქვენ და ვიღაცა. ხო? არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ თუ თქვენ ხართ, ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ ან უღალატეთ, ან ისე არ წაიყვანეთ სცენარი, როგორც მას უნდოდა, ან შესაძლოა სხვა აირჩიეთ, არ გამოურიცხავ ამასაც მეგობრებო, საჯარო გაშლა და რთულია ყველაფრის წაკითხვა. ასე მიხვდით ხომ? ამიტომ ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენთან მიმართებაში და ზოგადად მაჩვენებს, რომ ადამიანი არ არის კმაყოფილი ცხოვრებით, იმიტომ რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, ხო? ძალიან ბევრი ნერვები ჩანს აქ, ძალიან ბევრი სტრესები ჩანს აქ, ძალიან ბევრი იმედგაცრუება ჩანს, შიში ჩანს და ეს ყველაფერი მოდის გრძნობებსაც ეხება და ფინანსებსაც ეხება, მიხვდით ხო? ეხლა კიდე ცოტა შედარებით, იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე, რომ ცოტა შედარებით უკეთესი პერიოდი აქვს და აი ამ რაღაცა ისტერიკიდან გამოსულია, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ ხო ესეთი შერეული ინფორმაცია, მიხვდით ხო? შერეული ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ისეთი ბევრი ხმლები არის, საკმაოდ ბევრი ხმლები არის და ადამიანი თulis, რომ მასთან მიმართებაში არასწორად მოიქეცით. ან რაღაცა ესე იგი სტაბილურობა გამოაცალეთ, ხო? თუ ყოფილი ცოლი ხართ, ან რაღაცა ყოფილი ამბებია ხო აქ. კარგით. ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. კარგით. უნდა კონტაქტზე გამოსვლა, აბა ეს ვნახოთ. არკანი მთვარე. ხედავთ რამ ხელა ისტერიკას იწვევთ ამ ადამიანში, ორიანობის ხმლები, არა. უნდა გამოსვლა კონტაქტზე? არა, ცხრემის პენტაკლები არ უნდა მეგობრებო. არ უნდა, იმიტომ რომ ჯერ გერთი თქვენი სახელის ხსენება, თქვენი სურათიც კი, თქვენი როგორც პიროვნება, მას აცლის რაღაცა სიმშვიდეს.
არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, ხო? მაგრამ აცლის სიმშვიდეს, ხო? რაღაცნაირად ჩადის საკუთარი თავის იმ რეალობაში, სადაც მაინც და მაინც კარგი სანახავი არ არის. ანუ თქვენთან მიმართებაში მას არ უნდა რომ დაინახოს. ანუ თქვენ ხართ სარკე, ის სიცილის ოთახში რომ ის არის, ხო, დაგრეხილი სარკეები. ის როდესაც იყურება სტანდარტულ სარკეში, ის ლამაზია, კარგია, მისი შეხედვა გადმოსახედიდან სიმპათიურია, ღირსეულია, მაგრამ თქვენში, როგორც სარკეში, როდესაც იხედება, ხო? ის ხედავს თავის კომპლექსებს, ხედავს თავის არასრულფასოვნებებს, ის ხედავს თავის ნაკლებს, ის ხედავს თავის შიშებს, ხო? ამიტომ არ უნდა ადამიანს, ანუ როგორ ახართ იცით, აი ქვიშა აქვს მოყრილი, არ უნდა რომ დაინახოს თქვენი არაფერი, ხო? არ უნდა, იმიტომ რომ აღელვებთ ადამიანს და აცოფებთ და აბრაზებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება ზუსტად ისეთი გყავთ დანახული, როგორც რეალობაში არ არის, ხო, ესეთი რამე შესაძლებელია, ამიტომ ხო, ადამიანი კონტაქტზე ვფიქრობ, რომ თუ გამოვა ისევ და ისევ რაღაცა დადანაშაულების მიზნით, ხო, ამიტომ არ გირჩევდით არც თქვენ კონტაქტზე გასვლას, იმიტომ რომ ხო, როგორ პირველი ვარიანტის არ იყოს, აქაც მიიღებთ არასასიამოვნო პასუხს და არასასიამოვნო რეალობის წინაშე დადგებით და მესამე ვარიანტი, თქვენთან რატო არ გამოდიან კონტაქტზე? არკანი კოშკი. არკანი კოშკი, იმიტომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე, რომ ჯერ გითხრათ თქვენ შორის შესაძლებელია გარდა იმისა, რომ რაღაცა ძალიან დიდი და სერიოზული მოხდა, ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ ძალიან ცხოვრების მის ძალიან მძიმე პერიოდს გადის. პირველი და მეორე ვარიანტიდან ყველაზე მძიმე პერიოდს ახლა გადის მესამე ვარიანტი. მოდი ვნახოთ რაში გადის ამ მძიმე პერიოდს, ხო? რაში გადის ამ მძიმე პერიოდს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ხო, რაში გადის? ამას შემიძლია გითხრათ პირდაპირ, რომ იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე, რომ ნამდვილად მძიმე პერიოდი აქვს ცხოვრებაში. Так. ცოტით მეგობრებო, არკანებიც კი აირია ერთმანეთში. არეულია ხა ადამიანი ძალიან და არკანებიც აირია. რატო არ მოდის ვნახოთ კოშკს რაში გადის ხა ეს ადამიანი? თასების იმედია ბავშვი არ ყავს სუდად, ან რაღაცა თქვათ სასამართლო გარჩევები არ არის აქ, ხო, როგორც ხდება, აბა ბავშვებისთან იქნება და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ნახეთ რეალურად შეიძლება ეს მართლა რაღაცა სამართლებრივ პროცესებსაც ნიშნავდეს, ხო, ცალკე აღებული. ან შეიძლება ნიშნავდეს რაღაცა კანონთან პრობლემას. შესაძლებელია მისი ოჯახის წევრი იყოს ხა ამ პრობლემის წინაშე, მაგრამ ნახეთ ადამიანი ახლა სამართლიანად ეს ძალიან ესეთია, ხო? ინდივიდუალური ემოცია, მაგრამ აქ ინფორმაცია, მაგრამ აქ შემიძლია გითხრათ, რომ აი ნახეთ ხველება დამეწყო, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ძალიან ისე გრძნობს თავს. აი აღჩობს, სიბრაზე აღჩობს, აი ეს რაღაცა ისეთი მოხდა, რაც მისთვის ძალიან შოკის მომგვრელი იყო და ემოციურად ძალიან დაანგრია, ხო, მაგრამ ის რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა მის ცხოვრებაში, ხდება ძალიან სამართლიანად, შემიძლია გითხრათ. კარგი. რატომ არ გამოდის კონტაქტზე ადამიანი? რატომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე? სამიანების თასები, პენტაკლების პაჟი, სამიანების ხმლები. რაღაცა მოხდა ამ ადამიანის ცხოვრებაში, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი ლამაზად იყო. და უცებ სამიანების ხმლები. ხო, იმედია რაღაცა ინფარქტი, ტრავმა, რაღაცა ესეთი არ აქვს, ხო, აქ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან არის ადამიანი იმედგაცრუებული. ნუ ეს როგორც ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ადამიანი ფიქრობდა, რომ რაღაც ანუ მხარს დაუჭერდნენ, თქვათ, გარკვეულ პრობლემაში, ყველაფერი ისე გადაწყდებოდა, როგორც ის ფიქრობდა, ხო, თითქოს აი ოქროს თევზი ეჭირა ხელში, მაგრამ უცებ აღმოჩნდა დამტროული ეტლით, სადღაც მარტო სიცივეში, წვიმაში და ქარბუქში და ასე შემდეგ. ეს რაღაც მისი პირადი ამბავია. კარგი, თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს ეს ადამიანი ახლა, თქვენთან მიმართებაში? ორიანების პენტაკლები, ექვსიანების კვერთხები და არკანი მთვარე.
რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში და როგორც ხო ზოგადად ძალიან გაორებულია ხა და ძალიან დაკარგულია ადამიანი თქვენთან მიმართებაში კი არა და ზოგადად ფიქრობს ხა როგორ გადაჭრას ეს პრობლემა. როგორ გამოძრეს ამ პრობლემიდან ისე რომ იყოს ვთქვათ გამარჯვებული ისე რომ ნახეთ ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ ახლა მის ცხოვრებაში არის საკმაოდ რთული პერიოდი. პრობლემები აქვს ბევრი გადასაწყვეტი, გადასაჭრელი და ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ბალანს არ იმპოვის ადამიანი და სანამ რაღაცნაირად რაღაცა გამოსავალი არ ექნება, ვფიქრობ, რომ ადამიანს არ ექნება სურვილი, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს კონტაქტზე, მიხვდით ხო? ზოგადად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეგობრებთანაც რაღაცნაირად ცდილობს, რომ ნაკლებად, თითქოს ჩაიკეტა ძალიან საკუთარ თავში. კარგით, თქვენი მხრიდან ღირს თუ არა კონტაქტზე გასვლა? ახლა, თქვენი მხრიდან ღირს თუ არა კონტაქტზე გასვლა? არკანი განდეგილი არ არა თქმა უნდა არ ღირს. არკანი ეშმაკი, ჩამოკიდებული კაცი არ ღირს, იმიტომ რომ ადამიანი არის კიდევ ერთხელ განმეორდები საშინელ ენერგიებში. საშინელ ენერგიებში შეგრძნება მაქვს, რომ როგორც იტყვიან, ბნელი ძალები მივიდნენ, რომ აწვალონ, თავდაყირა ჩამოკიდონ და ესე იგი საკუთარი ცუდი საქციელებისთვის პასუხი აკებინონ. საკუთარი ცუდი საქციელებისთვის პასუხი აკებინონ. ადამიანი კარმულად გადის ახლა ძალიან ისეთ რთულ პერიოდს და რა თქმა უნდა გირჩევდით რომ არ გახვიდეთ კონტაქტზე, იმიტომ რომ აქ ან იგნორი იქნება, ან იგნორი მეტი არაფერი არ მოდის. სიცარიელე იგნორი. ამდე ჩემოძრფასებო, ამიტომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთანაც კონტაქტზე. დაგემშვიდობებით, ვეცადე ძალიან რთულია ხა რომ ესე ზოგადი გაშლების ფონზე ესეთი კონკრეტული ინფორმაცია მოიღო, მით უმეტეს ესეთ საკითხებში, ხო? ამიტომ რითაც შემეძლო, შევეცადე რომ დაგხმარებოდით, რომ ყოველ შემთხვევაში რაღაც ენერგეტიკული საერთო მონახაზი გქონოდათ და ინფორმაცია მოგესმინათ. საუკეთესო სურვილებით, თქვენი ნინო.